მეორე ნაწილი. როდესაც წავიდა, ახალი მიზანი გამიჩნდა, მინდოდა მასთან ყოფნა ისევ დამემსახურებინა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ინგლისში წავსულიყავი სამუშაოდ, თან ისე მაღალი პოზიციით და შესაბამისი ანაზღაურებით. ღამე წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ვურეკავდი და შეხვედრას თხოვდი სოხოში, ისიც კი ვიცოდი, რა უნდა მცმოდა, რომელი სუნამო დამესხა, რომელი ბეჭედი ყელსაბამი გამეკეთებინა, მოკლედ ყველა დეტალი გათვლილი მქონდა სეზონის მიხედვით. იმასაც წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მოდიოდა გაოცებული სახით და არა მხოლოდ მიყურებდა, მხედავდა კიდეც. მოკლედ, მადლობა მას. მართლაც შევძელი ეს ყველაფერი გამეკეთებინა, ნუ შეხვედრის გარდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ინგლისის მაგივრად საფრანგეთში აღმოჩნდი. ახლა უსაყვარლესი ფრანგი ქმარი მყავს, ცხოვრობ პარიზში, გვყავს 2 შვილი, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ხანდახან ფანტომი მაინც ჩნდება, ოღონდ მხოლოდ სიზმრებში და ისიც იშვიათად. რეკორდს მივაღწიე. რა თქმა უნდა, უკვე აღარ და არანაირად არ მაინტერესებს და რაც შეეხება სიზმრებს, რას გაუგებ ქვეცნობიერს. ხოდა იმ დღესაც, როდესაც ერთი ბავშვი სკოლაში და მეორე ბაღში გავაცილე, სამსახურში წასასვლელად მზადება დავიწყე, უცნობი ნომრიდან დამირეკეს. გისმენთ, თქვი ფრანგულად. რილე, შენ ხარ, მიპასუხა ქართულად. უცნაური რეაქცია მქონდა, თან მაულოდნელობისაგან დავპაუზდი და თან თითქოს ამას ყოველთვის ველოდებოდი და ჩვეულებრივი რამ ხდებოდა. როგორ ხარ, ვერ მიცანი, ლეონსიო ვარ. ლეონსიოს მხოლოდ მე ვეძახდი. უკვე აღარ მახსოვს ბებია ჩემის რომელი საყვარელი სერიალის გავლენით. ჯერ ხუმრობით ვეძახდი, მერე და მერე რაღაცნაირად ორგანული გახდა, ფიქრებშიც ამ სახელით მოდიოდა. რომ არ ეთქვა, ისედაც ვიცნობდი. ნუ ვიცანი, პირველივე სიტყვიდან. ისე რა უცნაურია, მოკლე დაპაუზების გარდა მომზადება გავაგრძელე და მეორე ფეხსაცმელს მოვკიდე ხელი, როდესაც ბანალური მოკითხვის შემდეგ შემომთავაზა. პარიზში ვარ და ხომ არ შევხვდეთ. ჩემის ნომერი საიდან გაქვს? შენებმა მომცეს. ანუ როცა გჭირდება და გინდა შეგიძლია ხომ მომძებნო, რაღაც მომენტში ისევ ძველი ლილე გამოხდა საიდანღაც. აბა რა სიტყვი? რაზე? შეხვედრაზე და ყავაზე. რატომ? კითხე მარტივად. ნუ, როდესაც გქნობა აღარ არის, ყველაფერი გიმარტივდება და არც ის ადამიანი გეჩვენება გამოუცნობ და აუწყობელ პაზალად. რატომ? რატომ უნდა შევხვდეთ? პარიზში ვარ და რატომ არ უნდა შევხვდეთ? გავიხსენოთ ახალგაზრდობა. დაიწყო და უცებ მივხვდი, რომ გულისრევის შექმნება დამეწყო. ვიცოდი, რომ ჩემ შემდეგ 2 ცოლი ყავდა, ან რა მნიშვნელობა აქვს რა იყო ჩემ შემდეგ. ვერა გაუკვირდა. მაშინ, როდესაც მიცნობდა უარის თქმა არავისთვის შემეძლო, მით უმეტეს მისთვის. ვერა თუ არა, უფრო არა. გადავწყვეტე ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყავი, ცოტა ინფანტილურობა კი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ არა უშავს. მიზეზი, სხვა გეგმები მაქვს და ესეც რომ არ იყოს, უბრალოდ არ მინდა. ცოტა კი ამიკანკალდა ხმა ამას რომ ამბობდი, მაგრამ მართლა ასე გრძნობდი და არავის მოტყუებას, მით უმეტეს საკუთარი თავისას არ ვაპირებდი. შეცვლილ ხარ. საყვედურივით მითხრა, თავი დაუქნიე, მაგრამ მან მხოლოდ პაუზა იგრძნო. ანუ ყავაზე უარს მეუბნები? ამოისუნთქვა და ძველი, მომაჯადოებელი ხმის ტემბრი დაიბრუნა, რომელზეც გიждდებოდი. გონია თავის დროზე ხმის გამო შემიყვარდა, მაგრამ ეს ადრე იყო, როგორც თვითონ თქვა შევიცვალე. ან ვინ იცის, იქნებ სულ ასეთი ვიყავი და მეშინოდა ყოფილიყავი. ვერ ბედავდი. სამზარეულოს მაგიდაზე ჩემი დილის ყავა გრილდებოდა.